მოგესალმებით მეგობრებო. ემი ყავს, განახებთ მის მდგომარეობას. კაპოტი ეს არა, მოკლედ აი ესა. კაპოტი შეიცვალა მოკლედ ამაზე. მაქსიმალურად რა თქმა უნდა იდეალური კაპოტი ვერ ნახეს, იქიდან გამომდინარე რომ არის ტაივანი. ტაივანის პრობლემა კიდე რაც ყოველთვის არის ეს გვერდებია ჩავარდნილი, რომელიც შპაკლება. ეს არის შტამპობის ადგილები, რაც მანქანა ბეჭდავს, კიდე არ გინ ამას ვერ აუხვალთ მოკლედ. იქიდან გამომდინარე რომ იბრიცება მოკლედ აქაც და ერთო ადგილას ჩაკაკუნება მოუწია. ძირითადად სამუშაო მოკლედ აი ამ კაპოტზე გვაქვს, რაც შეეხება კრილოს. კრილოზეც პატარა დაზიანება ქონა აქეთ და იქეთ ამ მხარეს, ამასაც ჩამოვშკურყავთ მოკლედ. პატარა დეფექტები აქვს, მაგრამ ყველაფერს გავასწორებთ. კარებებზე გადავდივართ პერეხოც, ანუ გადასვლას ვაკეთებთ ფერი რომ დაჭდეს. ბამპერს ველოდებით. ბამპერიც მოვადა დანაშას კიდე. რა თქმა უნდა გადავიღებ, განახებთ. თუ როგორი გამოვა. რა გამოგვივა, რა თქმა უნდა. მოკლედ აი ესეთი რაღაცა ამ კაპოტს რაც შეეხება. ნახოთ მოკლედ დეტალებს მე კიდე გადავიღებ, რო უკეთ და განახებთ. დასრულდა მეგობრებო, M5 დავათვალიეროთ მისი კრილო. აი ეს იდეალური გამოვიდა ეს გემრიელი მოკლედ. აი ეს ბოლომი დავაკეთ გემრიელად. რაც შეეხება კარებზე გადასვლა გავაკეთეთ, აგეჭვედას ხედავთ კიდევაც. აი ესეც კარები. რაც შეეხება კაპოტს, კაპოტიც აი ეს გამოვიდა. იდეალური. ნუ მოკლედ დარჩენ მხოლოდ დაყენება და აწყობა. და ჩვენი M5-იც გავა. დასრულდა მოკლედ ამ M5-ზე ჩვენი სამძებო სამუშაოები, დარჩა ამისი აწყობა. აწყობითაც რო აწყობენ, რამდენად შევძლებ გადაღებას არ ვიცი. იქიდან გამომდინარე შეიძლება სხვა სერვისში აიწყოს, იმიტომ ბამპერიც უნდა შეგვეღება მანქანაზე, მაგრამ ბამპერი ვერ მოგვაწოდეს რაღაც მის მიზეზების გამო. ნუ მოკლედ დავამთავრეთ ჩვენ დეტალები, კაპოტი, კარები და კრილო, მანქანა ალბათ ჩვენთან აიწყობა და მერე გავა. რა ხესა მეგობრებო.